მან ტელეფონში პროგრამა დააყენა და წოდომა ჰქონდა ჩემს ადგილმდებარეობაზე. ხედავდა სად ვიყავი, ვისთან მივდიოდი და როდის უბრუნდებოდი. თავიდან მეგონა, რომ ეს უბრალოდ ზრუნვა იყო. შვიდად ვიქნები, როცა გხედავ ლუკასი. მერე შევნიშნე, რომ როცა მეგობრებთან მივდიოდი, რამდენიმე წუთში მწერდა. ამ კაფეში მაკითხა. რატომ გაქრე ლუკიდან? ის ყველგან იყო. შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებში, ჩემს ყველა გადაადგილებაში. ჩემი ყოველდღიურობა მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. და მიხვდი, ეს აღარ იყო სრული. ეს იყო თვალობა. ზოგჯერ დაავადება უხილავია. ის არ ტოვებს ხოლმე ხელზე. არ ყვების, არ გაგხავს. ის აჩვენებელი შეუმჩნევლად იპარება გონებაში. ანგრევს სიკვდილს, ისიც გართმევს თავისუფლებას, ღირსებას, გაკარგულებს საკუთარ თავს. თუ გჭირდება მხარდაჭერა, გეშინია ან ვერ ხვდები როგორ მოიქცე, დაუყოვნებლივ მიმართე პოლიციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ან იპოვე შენს რეგიონში მოქმედი ქალთა უფლებადაცვიანი ორგანიზაცია, სადაც აგიხსნიან სამართლებრივი დაცვის გზებს, დაგეხმარებიან შენი უფლებების დაცვაში. დახმარება უპასუხა, ანონიმურობა დაცვა. გახსოვდეს, ციფრულ სივრცეში კონტროლი და დაშინება ძალადობაა. ამოიცავი, ისაუბრე, იმოქმედე.